ეს მაჩუ-პიქჩუა. სოფლიოს ახალი 7 თანამედროვე საოცრებიდან ერთ-ერთი. აი მე რა ლამაზია. მაგრამ რა ღირებულება აქვს ადგილს თუ მისკენ მიმავალი გზა საინტერესო არაა. სწორედ ამიტომ დღევანდელ ვიდეოში ორ განსხვავებულ თავგადასავალს გამოსდით. ჩვენი სამეული, რომელიც მაჩუ-პიქჩუსკენ 65 წლის დანგრეული მანქანით მიდის, რომელსაც წყობაში არაფერი არ აქვს. ხანდახან გას ვერ ვაწევი, იმიტომ რომ შეხედე როგორია გასის პედალი. და ბაბი, კომფორტის მოყვარული ადამიანი მაჩუ-პიქჩუსკენ წავა მდიდრული მატარებლით, რომლის ბილეთის ფასიც $600. მოგესალმებით პერუს საუკეთესო მატარებლიდან. ის დადგება პანორამული ხედებით, კომფორტული სივრცეებით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით. აი, სასწაული გამოცდილება არის მართლა არ ვიცი რანაირად აუხსნა. თუმცა ბაბისგან განსხვავებით, კომფორტი ჩვენ თავგადასავალში იშვიათი სტუმარია. სამანქანო გზა აქ არც ისე უსაფრთხოა. აქ ყოველდღე ხდება ავარიები. და როცა ამ სახიფათო გზებს მანქანის გამომართვებაც ემატება, რთული წარმოსადგენია, რომ ამ პიკაპით ბოლომდე მივაღწევთ. რასაც ველოდებით ის დაგვემართა. თუმცა ჩემი გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით არც ამ გზაზე ვაპირებთ გაჩერებას. და ვაპირებ დავამტკიცო, რომ წინააღმდეგობებით და თავგადასავლებით სავსე გზა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე კომფორტული მოგზაურობა. ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარეს გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენ უნდა მივახციოთ სოფლიოს ამ თანამედროვე საოცრებამდე. თუმცა სანამ აქამდე მივაღწევთ, მანამდე გეტყვით, რომ ამ გენიალური კონტენტის წარდგენია ბეტსონ სპორტი. მაჩუ-პიქჩუსკენ კუსკოდან გავედით და წინ სირთულეებით სავსე გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა 200 მეტრიც არ ქონდა გავლილი, რომ პირველი პრობლემები დაიწყო. საქმე ისაა, რომ როცა სიგნალს დავაჭირე, დასადესტად სიგნალი საერთოდ ჩავარდა. თუმცა ჩავარდნას ვინ ჩივის? აუტანელი გაბმული სიგნალი ჩაერთო. ისე რომ ვერ ვაჩერებდით და უსიამოვნო ხმაური შევქმნით შუა ქუჩაში. ხმაური ბაბის მოგზაურობასაც ახლავს, სანამ მისი მატარებელი დაიზრება, თუმცა გაცილებით სასიამოვნო. ბაბის მატარებელი მხოლოდ სერვისებით არ გამოირჩევა. სანამ მატარებელი დაიზრება, ბაქანზე გაცილებაც კი განსაკუთრებული აქვს. თითელი ხალი ჩვენ დაგვიგეს. წინ ასეულობით კილომეტრს გავლაგვიწევს და ამ მანქანამ 200 მეტრშივე მოგცა სიგნალი, თანაც პირდაპირ მნიშვნელობით, რომ იქნება არ ღირდეს ეს მოგზაურობა. ანუ მანქანამ თავის ენაზევე ვკითხა, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? ამის საპასუხოდ ცოტათი უკან უნდა გადავახვიოთ. ისა რომ ბაბი ძალიან უნდა მაჩუ-პიქჩუს ნახვა. თუმცა მე ტურისტული ძეგლები არ მაინტერესებს და თუ მეც უნდა წავიდე, ჩემი დათქმაა, რომ ეს გზა თავგადასავლებით სავსე უნდა იყოს. ასე ხდება ყოველდღე ჩემ ვიდეოებში. მაგალითად, ამაზონის ჯუნგლებში კერძო თვითმფრინავითაც შემიძლია გადაფრენა, თუმცა 10 საათიანი ნავი რომ არ ამერში, ალბათ ანაკონდასაც ვერ ვნახავდით. ბუენოს-აირესიდან იგუაზუ ჩანჩქერამდე სულ 3 საათში შეგიძლია ჩააღწიოთ თვითმფრინავით. თუმცა 20 დღეს აქ მანქანით მგზავრობა უფრო სადავგადასავლოდ ჟღერდა. მოკლედ, მე დანიშნულების წერტილები არ მაინტერესებს, რადგან ცხოვრება ისაა, როცა იქამდე მისაღწევად გზა თავგადასავლებითაა სავსე. და თუ არ არსებობს ბუნებრივი თავგადასავალი, მაშინ მე გამოვიგონებ თავგადასავალს. შესაბამისად, მაჩუ-პიქჩუ უნდა მისაღწევად გადავწყვიტე მეპოვო ყველაზე ძველი მანქანა და ბევრი წევრის შემდეგ მივაგენი დაანჯღეულ პიკაპს. 65. პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ მაჩუ-პიქჩუსკენ ცუდი მანქანით მივდივართ. თავარი პრობლემა ისაა, რომ გზა იმდენად ცუდია, რომ ამ გზაზე მაჩუ-პიქჩუს მნახველი ტურისტების 0.5% დადის. დანარჩენი 99% მატარებლით მიდის. თუმცა თავის მხრივ მატარებლის სერვისების განსხვავდება კლასებით და ბაბიმ ამ თავგადასავლისთვის ყველაზე ძვირად ღირებული მატარებელი აირჩია, რომელსაც აქვს სრულფასოვანი სამჯერადი კვება, მუსიკალური სერვისები და 1000 გასართობი. ბაბი მაჩუ-პიქჩუსკენ მიმავალ გზაზე გაცილებით დიდ განსხრომაში იქნება. ჩვენ კი რადგანაც ამ მანქანით გვიწევს ასვლა, რომელსაც თითქმის არაფერი უმუშავებს, მანქანის მსხვილი გვარიგებს ელემენტარული რჩევებით, თუნდაც როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მანქანა გაფუჭდება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი სკილებით მანქანის პრობლემის მოგვარება შევძლებ. ეს ლუისია, პერუელი სტუდენტი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ფრთხილია, თუმცა ის ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ერთ-ერთ სახიფათო ქალაქში წამოსვლაზე უარი არ მითხრა. ჩვენ სამეულში მხოლოდ მაინც ის ესპანური და რომ არა ლუისი ამ კაცთან კომუნიკაცია ძალიან გამიჭირდებოდა.
ლუისი წესით მხოლოდ მანქანის შერჩევაში უნდა დახმარებოდა, მაგრამ წინა თავგადასავალში ისე დავმეგობრდით, რომ მას შევთავაზდა ჩვენთან ერთად წამოსულიყო და ისიც დამთანხმდა. თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რადგან ამ გზაზე ყოველწლიურად ხდება ასობით ავარია. არის ისაბო გზები, სადაც ლუისის ბიძაშვილიც კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ამ ყველაფრის ფონზე ლუისი არც ისე დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამას ისიც ართულებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვასხამთ ცეცხლზე ნავთს. Nika was Drift King, right? In Georgia. Bro, on the mountains, just gonna drift in. Bro, you survived Larikon Adam. ამ გამოწვევების ფონზე ლუისი მაინც დაგვთანხმდა წამოყოლაზე. ამ მანქანით ესპანურენოვანი დამხმარის გარეშე წასვლა რომ არ შეიძლებოდა ვიცოდით. თუმცა არ ველოდით, რომ ლუისის დახმარება მოძრაობის დაწყებიდან 5 წუთშივე დაგჭირდებოდა. მოკლედ ლუისმა დასახმარებლად მანქანის მსხალ პაბლოს დაურეკა, რომელიც საბედნიეროდ ჩვენგან შორს არ იყო. პაბლომ დაახლოებით 15 წუთი მოადომა ამ სიგნალის კუსტარულად შეკეთებას. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხო შეიძლება იყოს. Bro. It's good that this happened before now. Cuando uno te va a pasar corriente, a ver, así, normal. Yeah, Así. just grab it. Oh. What? ამამა ლუისი თითქოს გაამხიარულა, თუმცა ცხადია, რომ კიდევ უფრო დააფრთხო და შესაძლოა ფიქრიც კი დაიწყო, რომ ჩვენთან წამოყოლაზე უარი ეთქვა. თუმცა ლუის ჯერ წარმოდგენა არ აქვს წინ რა ელის. So if it stops working, what do we do? Well, we need to jump. Bro, I'm telling you, Nika was the Drift King. If brake stops working, then he can start drifting. Slow down the car. We will jump. You're gonna jump? Yeah. On the road? Yes. ეს ვინც ლუის აშინებს ალია, ჩემი კამერამენი, რომელიც არასდროს ხვდება და ის ჩემი თანამოაზრე იქნება ლუისისთვის გამოსვლის მოწყობის გზაზე. გზაზე, სადაც ლუის მუდმივად ეშინია. თუმცა შიში ბუნებრივი ინსტინქტია. ის ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როცა მაიმუნები ვიყავით და შიშს მუდმივად გავურბოდით. მაგრამ როცა ადამიანებად ვიქეცით, შიშთან ბრძოლა ვისწავლეთ. თუმცა ეს არაა ჩვენი განვითარების ბოლო ეტაპი. შემდეგი გამოწვევა ისაა, როგორ შეხვდებით საერთოდ შიშს. შფოთვით თუ ღიმილით. რადგან MMS-ის წესი ნომერი 2 ამბობს, თუ შიშს ღიმილით ხვდები, ევოლუციას მაიმუნიდან ადამიანამდე კიდევ აგრძელებ. შენ უკვე ახალი სახეობა, ჰომოდოპამინუსი ხარ. შესაბამისად, ლუის გზაზე იმდენი გამოცდა უნდა მოუწყოთ, სანამ გამოწვევებს გულწრფელი ღიმილით და განსაკუთრებული გამბედაობით არ შეხვდება. და ამ გამოცდის პირველი ტესტია ცუდი მძღოლი. საქმე ისაა, რომ ამ მანქანას ამორტიზაცია არ უარგა. თუმცა ხანდახან ვერთობი და სპეციალურად ვცდილობ ორმოებში ჩავარტყო, რომ ლუის ეს მოცემულობა შევაჩვიოთ. Stop keeping a straight face, bro. You're not a cool guy. თუმცა მაინც ფაქტია, რომ ეს მანქანა საოცრად ნელა მიზოზინობს. ჯერ გასწრებაც კი ვერ განვახორციელი და უკან საცობი დავაყენე. მანქანა მოყვება შეხედე, რა უკნა ვდიო, მაგრამ ვერ მიდის. დრო დადგა პირველი გასწრება განვახორციელო და ამისთვის იდეალური ობიექტი ტრაქტორი აღმოჩნდა. First. Yeah. I'm good. You are telling me like ამ ნელი ტემპის გამო გზა საკმაოდ ჩამორჩებით. ჩვენ წესით 6 საათი უნდა გვემგზავრა ამ მანქანით, რომ მაჩუ-პიქჩუმდე ჩაგვეღწია. თუმცა ეს მანქანა ისე დადის 1 საათიანი გზის გავლას 3 საათი მაინც უნდებით. How long does we need now? Well, normally it should be like 1 hour, no, 1.5 hour, but this 3 hours. ბაბიკი უკვე დაიზრდა და ცხადია, რომ მაჩუ-პიქჩუმდე ჩვენზე გაცილებით ადრე ჩავა. თან ეს ყველაფერი ბევრად კომფორტულად მოხდება. როგორც გავიგე, ყველა ვაგონი არის ახალი ექსპერიენსი რა. არის 2 ცალი ვაგონი, სადაც ესაჩვეულებრივად მაგიდები არის ჩოლოგებული და ანუ სამგზავრო სკამები არის. და დანარჩენ ვაგონებში არის ეს სხვადასხვა გამოცდილებები რა, მაგალითად ბარი, სამზარეულო, ერთგან არის ლოჟა გადასახედი, სადაც მატარებლიდან არის ხედები და კიდევ ერთი არის, სადაც ლაივ მუსიკა არის ჩართული, ხო და? ეხლა უნდა ნელ-ნელა გადავიდე და აბსოლუტურად ყველაფერი დავათვალიერო და გამოვცადო ჩემს თავზე. ბაბის წინელის უგემრიელესი ვახშამი, რომელშიც იმხელა არჩევანია, რომ საჭიროა შეკვეთა წინასწარ განახორციელო. So instead of beef it's going to be trout. Yes. Okay. Okay, perfect. Thank you very much. ძალიან ლოქშორი და რაღაცნაირი ექსპერიენსი არის. ასე რომ ფაქტიურად მასალის უკომფორტულესი მოძრავი რესტორანი და დარტი არაფერზე არ უწევს. განსხვავებით ჩვენგან,
ჯერ მხოლოდ 5 კილომეტრი ქონდა გავლილი, როცა მუხრუჭების არასაანდოობა ვიგზენით. როცა წინ ზაღლი გადმოგვიხდა. Fucking shit. Crazy dogs. I almost killed. მუხრუჭი არაა ერთადერთი პრობლემა, რაც ამ მანქანას შეიძლება კონდეს. ეს მანქანა იმდენად ძველია, რომ მას ღვედის კი არ მოყვა. The belt is not mandatory here. Yeah, it's mandatory. Hello, камери აუცილებელია, მაგრამ Police goes, fuck me, yeah, yes. I will ask him what to do in that moment. ზემო ჩამოთვლილის გარდა მანქანის სხვა ატრიბუტებიც არ ბრწყინავს. წინ არც ერთი მაჩვენებელი არ მუშაობს. შესაბამისად, ვერასდროს გავიგებთ, რამდენი გვაქვს ბენზინი დარჩენილი. No, you cannot see how much oil petroleum we have. ვერ გავიგებთ, რა სიჩქარით მოძრაობთ. ასე რომ მომიწევს ინტუიტიურად განსაზღვრა მანქანის აქსელერაცია. თუმცა ესეც შეიძლება პრობლემა იყოს. ხანდახან გაზს ვერ ვაწევი. იმიტომ რომ მინდა რომ ინტუიტიურად დავაწვე. მაგრამ არ შეხედა როგორი გაზის პედალი. ეს ტორმოზი და ის არ გაია, მაგრამ გაზის პედალი. ეს არაა უკანასკნელი პრობლემა, რაც ამ მანქანას აქვს. გზაზე წვიმა და სიბნელე მანქანის სხვა პრობლემასაც გამოაჩენს მოგვიანებით. არც სიჩქარის კოლოფი ბრწყინავს დიდად. ამით რასაკვირველია სარგებლობთ. ჩვენ ხომ ლუისის შიშის გამოსდა გვაქვს შესაძლებელი. ამიტომ მუდმივად ვცდილობთ კიდევ უფრო დავწაბოთ. ესეც ჩვენი დედოფლური შოკოლადის მუსი. ერუში რა შოკოლადი გემრიელი იქნებოდა, რა თქმა უნდა მაგას. ისეთი კაი მგზავრობაა, რომ 1-2 დღე ვიქნებოდი ამ მატარებელში. რა თქმა უნდა, ბაბისნაირი კომფორტი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა წახემსებას ჩვენც არ დავაკლებთ. ამიტომ გავჩერდით პერული ნაზუქების საყიდლად. ეს არის აკაური პური. მაჩუტა. ამ ნელმა მოძრაობა იმდენი დრო წაიღო, რომ როცა გზის ნახევარი უნდა ქონოდა დაფარული, აღმოაჩინეთ, რომ მხოლოდ 10% ქონდა გავლილი. ჩვენი მიზანი რომ დღის ბოლომდე მაჩუ-პიქჩუმდე მისულიყავით, ფაქტია რომ ვერ შესრულდება. მით უმეტეს რომ რაღაც მომენტში გზაც აგვერია და საერთოდ სხვაგან აღმოჩნდა. That way, right? No. Yes, that. Not this way. Yeah. There is no road. I'm sorry for my life. მიუხედავად ჩვენ მიერ ამდენი გადაობისა, ლუისი მუდმივად მზადაა დაგვეხმაროს და არ იზარებს ადგილობრივებს კითხოს მიმართულება. Why is there going? გავჩერდით სადღაც ხა? გავიჭერდით. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ცენტრალურ გზას აუცდენელ ვართ და ჩიხში შემოვედით, რის გამოც გვიწევს უკან დავბრუნდეთ. ხო, ზევს უნდა ახვიდეს. Bro, what are you doing to me? Let's go. ამ გზას აქვს პარკინგი, ხათან მანქანები ჩამოდია. სასწაული ვაიბები არის. ჩემი მე აქ. კარგად იყავი შენ ნიკა. თავიდან ვფიქრობდი რომ მეთქი აურა მაგარია 1965 წლის უძველესი შევროლეზით მიდის და მეთქი so cool, მაგრამ ანუ რა cool. ამაზე cool რა უნდა იყოს. ეხა უკვე ძალიან ყვაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. რა გავაკეთე ახლა შენ ყოველთვის ჯობია რა, რაც არ უნდა იძახონ რომ მუღამი აქ, არა. ბაბი ნამდვილად არ ცდება. კომფორტი კი არა უკვე იმის ფიქში ვართ, ღამით არ მოგვიწიოს სახიფათო გზებზე სიარული. ჩვენ უკვე გავიარეთ შედარებით ციცაბო გზები, სადაც მეწყერ საშიშის ზონაც იყო. Yeah, let's go because there are many rocks here falling. Feel good? Yeah, I feel good. But I was scared. Yeah. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ გველის. გზა, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება, ჯერ კიდევ წინაა. ჩვენი გეგმაც ისაა, რომ დაღამებამდე ამ გზას გავსდეთ. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს სადმე დარჩენა. ასე რომ ყველა შანსს ვეძებთ, რომ რამენაირად უფრო აუჩქაროთ. მათ შორის შეიძლება ისეთი გზის სიარულით ავირჩიოთ, რომლის რეკომენდაციასაც Google Map-ი არ გასცემს. ახლა გზა გვიჩვენებს, რომ არაო თითქოს სხვაგან წადიო და ეს არის ნახე რა პატარა გზა არის მონაკვეთი, რომელიც შეგვიძლია გადავკვეთოთ და რამხელა გზა მოუჭრათ. Ora kai muzikabia, hamita nika da tsekla. Do you know why I like this journey? Because I learned dancing. ზოგადად მანქანა საკმაოდ გამძლეა, თუმცა საინტერესოა რამდენ ხანს გაგრძელდება მისი გაძლება ჩემი არც ისე დაკვირვებული მართვის პირობებში. Slow down there.
down. გაძლევა ის მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც მანქანასაც ჭირდება და ახალ ტელეფონსაც. Don't drive faster. Don't drive fast. ცოტა უცნაურ დროს ვაკეთებ რეკლამას, მაგრამ ამბობენ, რომ ესეთი ტოპ გამძლე ტელეფონი Honor X9D-ია. Bro, honestly, I could drive faster to here with my auto. Okay. Yeah, because there are no cars. Okay, let's go. You want to test me? You want to test me? ალბათ უკვე მიხვდით, რომ ჩემს გამოუჩნდა ახალი გენიალური მხარდამჭერი ელიტის სახი, რომელიც კიდევ უფრო ამაჩქარებს მაიმუნთან ბრძოლის გზაზე. Okay, slow down. Okay. მე თუ შემიძლია ლუისის ემოციამ წყობრიდან გამოვიყვანო, შენ გაგიჭირდება Honor-ის ამ მოდელს რამე მოუხერხო. მით უმეტეს, რომ მისი ბატარეა 3 დღეს ძლებს და იქით დატენის 2 სხვა ტელეფონს, რაც ნამდვილად გამოგვადგებოდა ამ თავგადასავალში. This way, right? Yes. No, that way. უკვე ნენელა საღამოვდება და საქმე ისე მიდის, შეიძლება იმ რთულ თასაც ვერ გავხდეთ დაღამებამდე. თუმცა იმდენად ხშირია და მაინც გავრიცხეთ და საჭმელად გავჩერდით. ტრადიციული ქათმის გრილი, ბრინჯი, კარტოფილი. Yes, here the coffee and sugar. Yes, Gracias mucho. ძალიან გემრიელია. არ მგონია ბაბი რამე უკეთეს ჭამდეს. ძალიან მართლა იდეალური თევზია. ძალიან კაია. მორიგი რაღაც, ძალიან კაი რაღაცაა. ძალიან კაია. ბაბი რა თქმა უნდა მშვიდადაა, რადგან მატარებელს ეგრევე სასტუმრომდე მიყავს და ღამით დროსაც მშვიდად გაატარებს. ჩვენ კი რადგანაც ბოლომდე გავიაზრეთ, რომ დღეს მაჩუ-პიქჩუმდე ვერ მივახცევთ, სადმე უნდა დავრჩით. all this place, we will reach that point. You see the snow there? Yeah. Yeah, we will reach that point. Are you sure? How long do we need? With this car, 4 hours or 3 hours. Really? Yes, man. გააზრებული აქვს რა, რომ ერთ ოთახში შეიძლება დავრჩეთ, ლუისი ცოტა ნერვიულობს. What I am? Should I be scared of sleeping with you? With him especially. You're gonna sleep in between us. გზაში მანამდე უხერხული მომენტი მოხდა. მანქანის ჯღრევისას ლუისმა შემთხვევით ალეს მუხზე დაადო ხელი. Sorry, man. ახალი მიხვდა, რომ ლუისი გეი ხომრაბებზე საკმაოდ სენსიტიურია და გზაში მუდმივად ეღადავებოდა. Bro, what's going on with me? სწორედ ესაა ლუისის გამოცდის მეორე ეტაპი, ანუ სენდვიჩის თერაპია. Do you know what is sandwich? What? Do you know what is sandwich? Sandwich? Yeah. You will see tonight what is sandwich. No, man. Because we are like buns, but you are like meat. You know what you are. სანამ ჩვენ პოტენციურად დარჩენაზე ვფიქრობთ, ბაბის მატარებელი უკვე ადგილზე მივიდა და დახვედრაც განსაკუთრებული აქვს. რა ხმები ისმის გარედან დახვედრაც განსაკუთრებული აქვს. სანამ ბაბის კონსიერჟი სასტუმროდან მიაცილებს, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, სად მოგვიწევს დარჩენა. ერთი ისაა, რომ იმ თისკენ მიმავალ გზას დავადექით. Let's fucking go. You can. Osman, this is ready. Start engine. Yeah. Musa. Made up. You won't realize, but we will start going up. და გზაზე ეგრეთ წოდებულმა ბუგაროკებმაც მოიმატა. Bro, I'm telling you. I didn't see. And I will tell you. Nika. Lot of restaurants. დაახლოებით 3 საათში უკვე ამ თის წვერზე ვიყავით და ირგვლივაც მაგრა ჩამობნელდა. გზაზე განათებას კი არ იყო, თუმცა საბედნიეროდ მანქანას წინა ფარები მწყობშია. სამაგეროდ დაგვიბნელდა მანქანის სალონში. თუმცა ალემ საბედნიეროდ მიაგნო იმას, რასაც არ ველოდით. ნენელამ თაზე ავდივარ და აქაურობა სრულიად უკაცრიელია. უკვე გვინდა რომ ღამით დასარჩენი ვიპოვო, თუმცა აქ სასტუმრო კი არა, სახლებიც არ იძებნება. აღმართს არ აუშავს, მაგრამ როცა დააღმართი დაიწყება, შეიძლება ამანქანით სიარული ბევრად სახიფათო გახდეს. I'm scared this door will open or something. ღამით სადმე დარჩენა კიდევ იმიტომ გვინდა რომ უკვე მაგრაცივა და ეს მანქანა არც ამისთვისაა მზად. There's no heating.
right, Luis? Yeah, we're freezing here. Do you want something to warm? I told you I was warm. როცა მთის წვერზე ავაღწიეთ, გაგვიხარდა, რადგან რამდენიმე განათება დავინახეთ და დავინტერესდით ვინმე ხომ არ შეგვიფარებდა. სამწუხარო ჩვენთვის დასარჩენი ვერ ვიპოვეთ. ეს პატარა კაფე აღმოჩნდა, რომელიც მძღოლებს ცხელი სასმელით უმასპინძლდება. ამიტომ გადავწყვიტეთ მანქანის მდგომარეობის მიუხედავად იმ სახიფათო დაღმართზე მაინც წავსულიყავით. თუმცა სანამ წავიდოდით, მანამდე აქაური ცხელი შოკოლადი დავაგემოვნეთ. მე ტრადიციულად ვცდილობ ლუის ვეხუმრო, თუმცა ხანდახან ეს ხუმრობები ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ მიბრუნდება ხოლმე. Can you tell them that it tastes like shit? No, I'm joking, but it's very delicious. You can say it's very delicious. Dice muy delicioso. Thank you so much. Hablo inglés, pero regular. He understands a little English. I was joking to him. რა უცნაურია, რომ მთელი დღე ვიარეთ და გზის მხოლოდ 30% გვაქვს გავლილი. მაგრამ არა მარტო გზის. ალბათ ამ მომენტში თავგადასავლებიც 30%-ით გვაქვს აღმოჩენილი. აქ ჯერ კიდევ არ გვაქვს წარმოდგენა, რომ წინგველის დაუგეგმავი გაჩერებები. He's asking you for your license. მანქანის ახალი პრობლემები. ტრასას ველოდებით ის დაგვემართა. და რაც თავარია პასუხი კითხვაზე. მივახცევთ კი საერთოდ ამ მანქანით მაჩუ-პიქჩუმდე, თუ ალტერნატიული გზა დაგჭირდება. Kill me, man. თუმცა სანამ მიზეზებს გავიგებთ, რატომ გჭირდება კიდე ერთი დღე მაჩუ-პიქჩუს მიღწევამდე, ჯერ ამ დაწყევლილ დაღმართს უნდა ჩავცდეთ, რომელიც რუკაზე არც ისე სასიამოვნოდ გამოიყურება. ამაში ხედავ სადველოდება. ეხა ისეაც ვსწავლდივართ. ეს გზა ღამით არც ისე მარტივია და აქ პერიოდულად ხედავთ ჯვრებს, რომლებიც იმ ადამიანების სახელზეა, ვინც ამ ადგილებში გადავარდა. Normally from Abra Malaga to Quillabamba, where normally happens the more accidents. My cousin survived from his car get off the road. He couldn't walk for 1 year. საუბედუროდ ამ ყველაფერს ის დაემატა, რომ ცოტათი წამოწვიმა. ჩვენ მანამდე აღმოაჩინოთ, რომ მანქანას მინის გამწვენდი არ უმუშავებდა. სპიტალები როგორ არის? Luis, can we clean a little bit, bro? Yeah, I think we should clean. ამისეს გამო ხშირად გვიწევდა გავჩერებულიყავით და ხელით გვეწმინდა. ნორმა. აბა გავუსვი კიდე აი აქ. ამ ყველაფერს ის ართულებდა, რომ მოსვალებულზე მუხრუჭის დაჭერას დიდად არ რისკავდი. ამიტომ ხანდახან იმაზე სწრაფად გვიწევდა სიარული, ვიდრე საჭიროა. What? Bro. რაღაც მომენტში კიდე ერთი უბედურება დაემატა და მოხდა ის, რაზეც ალე წინასწარმეტყველებდა. Oh, the door. What? Sorry. The door open. Hold on, stop there. What the way? So door was open? Yeah, I always I was staying here and the door just opened. საბედნიეროდ საბოლოოდ ამ გზებს უსაფრთხოდ გამოვახციეთ და ამ თავგადასავლის მერე თითქოს აღარაა საჭირო, რომ კიდევ რამე მოხდეს. თუმცა ეს ძველი მანქანა სავარაუდოდ პოლიციამ შენიშნა. Turn the light. He's asking if everything is okay with the car. Yeah. He's asking you for your license. We are taking video. საუბედუროდ როგორც ვიცით, მანქანას ღვედი არ მოხვება. თუმცა საბედნიეროდ მოახერხეთ ყურადღების გადატანა და პოლიციამ უპრობლემოდ გაგვიშვა. He didn't realize about the belt. ამდენი დავიტოვარებისგან დაღლილებს გაგვეხარდა, რომ როგორც იქნა მივაგენით ადგილს, სადაც შეგვეძლო გვეჭამა ლოკალური ბურგერები და აქ შევედით შესაკვეთად. Hola, ¿cómo está? თუმცა სანამ ბურგერები გამზადდებოდა, იქაური ბავშვები გავიცანით და მანამდე სამაგიდო თამაშიც ვეთამაშეთ. Friends? Son amigos? Yes. Or couple? Or son pareja? No. She's younger than he. ეს ბავშვები საკმარისად ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ისე რომ თამაშს გვიგებდნენ. ნიჭის მიუხედავად სამწუხაროდ აქ ყველას არ აქვს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება. Yeah. Hey, you know English. წარმოიდგინე რა მაგარი იქნებოდა, რომ აქაც არსებობდეს განათლების ისეთი მხარდამჭერი, როგორიც საქართველოს ბანკია. Tercero, cuarto, el último. საქართველოს ბანკს აქვს უამრავი სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ STEM გუნდი დაარეგისტრირონ სკოლის სახელით და პრიზა და 10,000 ლარი მიიღონ. წავედით. Ciao. Ciao. Bye.
მოკლედ, სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება დაიწყო. შესამოსწრებლად განათლება ბოგჯიზე შეგიძლია გადახვიდე. Let's go. Hello. Are you coming? No, okay. დანაყრების მერე გვიან ღამით მივაგენით ერთ პატარა ქალაქს, სადაც შეგვეძლო შვიდად დაგვეწინა. შვენიერი საწოლი შეგხვდა, მე და ალი არ გვიძინებთ. ჩვენიც მაქლოს. გუშინდელ თავგადასავალში გადარჩენის გამო ყველა ბედნიერები ვართ. მეც მანქანა შევეგუე და უფრო არხეინად ვატარებ. How you will experience the drifting? The one and only. You want it? Get good. ყველა ხალისობ და გვიხარია რომ წინ მთელი დღე გვაქვს, რომ საღამომდე მაჩუ-პიქჩუმდე მივიდეთ. ასე რომ თავისუფლებას ვაძლევთ გავილაღოთ და გზაში ლოკალური გარემოთი დავთქმეთ. გზის გარემო მუდმივად იცვლება. რაღაც მომენტში ბავშვები დავინახეთ და კამფეტების დარიგება დავიწყეთ. Ciao chicos. Ciao. საბოლოოდ გვიხარია რომ ეს თავგადასავალი ავერჩიეთ. დიად არც განსაკუთრებული საჭმელი გვაინტერესებს და ადგილობრივი ხილითაც გაგვაქვს თავი. You have something on your shoulder. Tell the man to get it because I'm not touching that, bro. გუშინდელისგან განსხვავებით ლუისი გაცილებით ბედნიერი ჩანს და ეს თავგადასავლებიც მისთვის განსაკუთრებული გახდა. Yeah, this is way better than a train. It's lovely. In the train, Julia's, of course, it's another incredible experience because of the view. But here is Julia's experience the daily life. You are more in touch with the people. არა მგონია ლუისის ბედნიერება დიდხანს გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საშიში გზა ჯერ კიდევ წინაა, ამანქანას უკვე შევეჩვიეთ და ვიცით, რომ დღისით არ გაგვიჭირდება ამ გზის გავლა. თუმცა ადგილობრივებმა გვითხრეს ინფორმაცია, რამაც ცოტა აგვაჩქარა. Local people just told me that we can be allowed to enter to Santa Teresa till 1 p.m. Oh, we don't have time. So we need to rush. Yeah. Yeah, rush. ლუისი პროგნოზირებს, რომ ცოტა ხანში ცუდი გზა დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით არ იწყება. Only half hour. Oi, hola. Yeah, it's okay now. ასე რომ ეს იდეალური შანსია, რომ ლუისის გამოსცეს კიდევ ერთი მეთოდი, უნდობლობის სინდრომი ჩავრთოთ. Nice road, bro. You said it was bad road. Fucking you lie again. ლუისი ძალიან განიცდის თუ ხდება რომ არ ვენდობით. შესაბამისად ალი იყენებს ამ შანსს და მუდმივად ნერვებს უშლის. You lie again, man. Yes, you will see the roads, man. That's why they don't only allow. 30 minutes. Yeah, you can see that. I told you. I was lying. You're lying. Why are you lying always? ლუისი კი ბედნიერია რომ თავისი სიმართლე დაამტკიცა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ იგივე რეაქცია ექნება, როცა ამ გზის გავლას ერთად გამოვცდი. This is scary. I'm gonna ask you to do something. Please don't leave me here. I want you to get out and place this drone. I think I'd rather to walk. Yeah, then go with me. Yeah, you're right. No, bro. You have to be fast. No, I will walk today. It's okay for me. It's okay. Thank you so much for your hospitality. Okay, guys. Good luck, but please don't die. No, get in, bro. But close good the door, eh? Yeah. Yeah. Close the door, good. Yeah. Holy sheesh. How can I go there? Maybe drifting is best place, you know? Go down here, we are fast. ¿Cómo está, my bro? My sister. Let's go, Carioca! This was sweaty. I have to. Fuck. Oh my. It's better. Go open. Let's go. Carioca. Let's go. Oh my. Do you like being here? Bro. Louis. Fuck, it's like
გზის მონაკვეთები ხშირად იცვლება. ხან უფრო სახიფათო ხდება, ხან შედარებით მშვიდი. თუმცა ერთი რამე არ იცვლება. აქ მოძრაობა მუდმივად მჭიდროა. ასე რომ გარდა იმისა, რომ ფიქრობთ, რომ თხილად ვიაროთ, იმაზეც გვეფიქრება, რომ შემთხვევით აქ არ გაგვიფუჭდეს, მანქანა რომ არ გავიჭედოთ. ამდენი ხუმრობების მერე ლუისი სავარაუდოდ ისე დაუღალეთ, რომ საკუთარი ენაც დაავიწყო. Cusqueño? He's asking if you're Cusqueño. Cusqueño. O de región. Let's move on, bro. Sorry. Perdón. ლუისი განსაკუთრებული მეგობარია. ის არ ერიდება ნებისმიერთან კითხვა დასვას თუ გზა აგვერია. ისე ზოგადად მთელი ამ დროის განმავლობაში გზის მიმართულებისთვის Google Map-ით ვსარგებლობდით, რომლის გამოყენებაც უფასოდ შეგიძლიათ თუ travel-ის მშეიძე. ამისთვის roaming pass-ზე უნდა შეხვიდეთ და 5 წამში გაიაქტიურებ roaming ინტერნეტს, რა ქსელის მოხმარებელიც არ უნდა იყოს, თანაც უფასოდ გამოიყენებ WhatsApp-ს, Messenger-ს და Google Maps. თუმცა ასეთ გზებზე ხანდახან Google Map-იც არასწორად აჩვენებს და ამ დროს ყოველთვის ლუისია ჩემი Google Map-ი. Well, I will ask him. Amigo, disculpe, ¿para qué vamos para la carretera? მაგრამ საინტერესოა რა ხდება მაშინ როცა Google Map-იც ურევს და ახლოსაც არავინაა ვისაც ლუისი შეეკითხება. Which side? I don't know which side, bro. რა თქმა უნდა, ისე უნდა გადაიჭრას პრობლემა, როგორც ზრდასრულებს შეეფერება. Who is staying, right? Okay. Mafu, mancho. No, it's not like. Yeah, but you are still. I know. Mancho. We are that tire fresh. ჩემი გადაწყვეტილება სწორი გამოდგა, თუმცა გზაზე ახალი დავიდარება დაიწყო. I'm tired. What the fuck is going on? Every time stop. ჩვენი საბოლოო დანიშნულების წერტილი მაჩუ-პიქჩუსთან მდებარე ქალაქი აგუასკალიენტია. ის ქალაქი, სადაც გუშინბაბი ჩავიდა და ქალაქით ტკბება. სანამ ნიკას ველოდები, გამოვედი ქალაქში. რაღაც ძალიან კარგი რესტორანი ვიპოვე, საჩემო. რაღაცა გემოების თამაში კერძს ვჭამ. თუმცა ამ ქალაქში ჩვენ ამ მანქანით ვერ ჩავაღწევთ, რადგან რაღაც ეტაპის მერე სამანქანო გზა ფიზიკურად აღარ არსებობს. მაჩუ-პიქჩუსთან მდებარე ქალაქამდე მისასვლელი ბოლო ეტაპი 10 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკია. თუმცა ამ ბილიკამდე მიღწევას 1 საათის, მაგივრად 5 საათი მოვუდით გზაზე სარემონტო სამუშაოების გამო. გზის გახსნას ველოდებით და ნიკა წამოწვა. 1 საათი მაინც დაჭირდება და გავუძინებ. პანჩო გააფინა, კურტკა თავზე დაიფარა და ლუისი რაშობა ასე. ერთადერთი რაც ამ გზის გავლაში გვეხმარებოდა ჩვენი დრონი იყო, რითიც წინასწარ მომწვევდით გზის შეფერხებას. მოკლედ გვაჩერებდნენ, მაგრამ დრონის შემოწმება რომ არაფერი არ იყო და საათნახევარი უნდა დაგვეცადა. აი ამ ტრაქტორის გამო, მაგრამ დრონით ნახეთ რომ ყველაფერი ეგზია. ჩვენ ვჩხარობთ, რადგან ის ფეხით გასავლელი გზა ღამით არც ისე უსაფრთხოა, რადგან ეს ბოლო 10 კილომეტრიანი ბილიკი მატარებლის ლიანდაგზე გადის და ღამი არის რისკი რომ მატარებელს შევეჩეხოთ. თუმცა ჩვენ და საუბედუროდ არა მარტო გაჩერებები, ვიწრო გზებიც მაგრად გვანილებდა. ვერ ჩავა მეგონი. ვერ გახვალთ ხო? ამდენმა შეფერხებამ მაგრად დაგვღალა და უკვე გავიაზრეთ რომ იმ ბოლო საფეხმავლო ბილიკის გავლა ღამით მოგვიწევს და ნენელა შევეგუეთ ამ ფაქტს. No, I'm just bored that we need to stop in every way. It will be. I wanted that you enjoy the day when we are doing the trekking, but now we will reach 6-7 p.m. საბოლოოდ როგორც იქნა მივადექით ბოლო ადგილს, სადაც მანქანა უნდა დაგვეყენებინა და უკვე ფეხით გავეგზელებინა გზა. თუმცა არასწორად დავაპარკინგეთ და როცა ვცდილობდით სხვა ადგილას გადაგვეყენებინა, მანქანა სწორად მაშინ გამოვიდა მსხვერპლიდან. No. Louis, you gotta get here, bro. Are you joking with me or are you? ხადავა რომ მოვიდით მაშინ გაფუჭდა. გადაყენებ გვინდოდა და მანქანას ადგილობრივებმა უკირკიტეს და ვერაფერი გაუგეს. ამიტომ ის ღა დაგვშენო და გადაგვეგორებინა და მომზადებულიყავით იმ 10 კილომეტრიანი საფეხმავლო გზის გავლისთვის. მანქანას გაფუჭებამ შეგვიწირა, მივაყენეთ გვერდზე და უკვე დაღამდა. ეხლა წინ გვაქვს 3 საათიანი გზა და ლიანდაგებზე უნდა გავიაროთ აი უკან.
ეს გზა არა მარტო ჩვენი თავგადასავლის კულმინაცია აღმოჩნდება, არამედ ეს იქნება გზა, რომელიც ლუის სრულიად განსხვავებულად დაგვანახებს. 3 საათი წინ გვაქვს რომ ვიაროთ გზაზე, სადაც მატარებელი გადის და პლუს რამდენიმე გვირაბის გავლა მოგვიწევს. რადგანაც ეს ბილიკი მხოლოდ ლიანდაგს მიუყვება, მთავარი პრობლემა ისაა მატარებელმა არ გამოიაროს. დასაწყისში არ აუშავს, თუმცა მთავარი ხიფათი გვირაბებია, რომელიც ამ გზაზე შეგვხვდება და უნდა ვილოცოთ, რომ ამ დროს მატარებელმა არ გამოიაროს. ამიტომ ცოტა ალალბეძე დავიწყეთ თავიდანვე მოძრაობა. Let's see. If we die, we die. If we die, we die. But let's go, guys. I trust a lot in these guys, in these people. ლუისი თითქოს მთლიანად ტრანსფორმირდა. მანქანაში ერთი შეშინებული მგზავრი იყო. ახლა კი თვითონ გახდა ლიდერი. და ბედნიერია იმით, რომ მთელი მანქანის დავიდარება დასრულდა. Let's fucking go. We will do it in 3 hours. So he's so energetic. You see? Car was your depression. No, I mean like we survived the car, and when he drove, he gave me more confidence. Now you are leading now. Yeah, and just feel like we need to do it. Like we need to reach our goal. ტრანსფორმირდა მისი ხუმრობების სტილიც. თუ აქამდე მედალი ვეღადავებოდით, ახლა პირიქით თვითონ გვეღადავება. You was kid and you was drunk and you was in police station. And no hablo inglés, amigo. No hablo inglés, perdón. ლუისმა უკვე ჩვენი იუმორსაც დაუმუღამა. სულ რაღაც 6 საათის წინ ის სენდვიჩის თერაპიის ხუმრობაზე კომპლექსდებოდა. ახლა კი ისეთ ხასიათზეა პირიქით. ამ ხუმრობებს ჩვენ გვიბრუნებს უკან. We need a massage. Maybe I can get a massage from Alex. Bro is joking like he did not drop up from the car 3 hours before. 2 საათზე მეტი ვიარეთ ამ საფეხმავლო ბილიკზე. ხან ჩანგრეულ ხიდებს კვეთდით. Yeah, be careful. მოყოლ. Please be careful. Yeah. ხანაც უბრალოდ ერთმანეთს ვაშინებდით. გზებზე გავდიოდით დასახლებულ პუნქტებს. I'm running. Bye bye. მაგრამ შეუჩერებლად ვაგრძელებდით გზას იმ იმედით, რომ მალე გვირაბებს მივადგებოდით. თითქოს გვირაბების გამოჩენა უნდა გვაშინებდეს, მაგრამ პირიქით ერთი სული გვაქვს როდის დავინახავთ. რადგან ეს იქნება ნიშანი, რომ უკვე ქალაქთან ვართ. მაგრამ დაგეგმილი 3 საათის შემდეგაც არსად ჩანს გვირაბები და ჩვენც დავიწყეთ ყველაფრის ლუისზე გადაბრალება და გადაობა. Heli დღეა მომს რომ სამ გვირაბს გავვლითო და მაგის იმედით მოყვებით რა. There are tunnels, bro. You're lying. No. You are lying. Bro, I swear. Bro. თანაც შემთხვევით გამლელმა ტურისტმა ჩვენი გადაობა კიდევ უფრო გაამძაფრა. Sorry, how many tunnels there are? 3, right? What, sorry? How many tunnels are there? 3. Yes. Yeah. Tunnels. Tunnels. 0. 0? Yeah. No, there are tunnels, bro. Tunnels. Eh? There are no tunnels. Thank you so much. Bye. Have a good Bye. one. Have a good. I swear you for my life. There are tunnels. ამ ისტორიის მერე ლუისი დაჟინებულად ეძებდა ვინმეს, ვინც დაამტკიცებდა, რომ გვირაბები არსებობს. She's telling me that there could be a train and we need to just close to the tunnel. So I wasn't crazy. სულ ცოტა ხანში ნანატრე გვირაბების გამოჩნდა, სადაც წერია, რომ გავლა კატეგორიულად აკრძალულია. For your security, don't walk close to the train. თუმცა გვირაბში შესვლა მიუხედავად რეალური ხიფათისა, არც მე, არც ალეს და უკვე არც ლუის არ გვაშინებს და არხეინად შევდივართ. Are you ready? Yeah, I'm ready. Let's fucking do this, man. შემოვედი ტუნელში. Bro, maybe open. I'm taking echo, bro. თქოს ეს გვირაბია საბოლოო წერტილი ლუისის ტრანსფორმაციის გზაზე. ის უკვე ნამდვილი ჰომოდოპამინოსია. ყველაფერში ტრანსფორმირდა. ერთადერთი რაც არ შეუცვლია მისი გულუბრყვილო ნდობა და გულწრფელი დახმარების სურვილია და ამის აღმოჩენაში ჩვენი ბოლო მზრუნველი მეგობრის გამოცდა დაგვეხმარა. Okay, we have to go back and look for it because I have only one. საქმე ისაა, რომ ალემ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დაეპრანკა ლუისი და სამწუხარო ამბავი გაუზია, რომ თითქოს ჩემი ქურთუკი სადღაც გზაში დაუვარდა. Yeah, I think it fell off. მართლა თუ გადავა. მართლა. I can go back. And you can just continue the road. ეს შეთავაზება ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ გადავწყვიტე ბოლომდე მომეჩვენებინა თავი, თითქოს მარტო გავუშვებდი და ცივსისხლიანი უცხო ადამიანივით მოექცეოდი. It's okay, I can go really but you need to take this back. No. You can go by that way. Yeah? Yeah. You sure? Yeah. Okay. Okay, but help me out with this jacket at least. No, you can go by the jacket. Because we are tired. Okay, you go. Bro, we are joking. There is jacket. Right here. აქ თავარი ქურთუკი არაა. თავარია, რამდენად მზად იყო ლუისი მარტო მიბრუნებულიყო უკან გზაზე, რომელიც სლივს გამოვიარეთ. თუმცა არანაკლებ უცნაური ჩემთვის ისიცაა, თუ როგორ დაუშვა, რომ უკანა გზაზე ჩვენ მარტო გავუშვებდით. After so many
fucking shit we make together in Larikona in the car, almost accidents. He does not trust us. სამივე გვირაბი რომ გადავკვეთეთ, ცოტა ხანში ქალაქის გამოჩნდა. This is where we're going. დაახლოებით 10 წუთში უკვე სადგურთან ვიყავი და აღმოაჩინეთ, რომ თურმე სიცოცხლეს ბეძუზე გადავურჩით. Are we here? Finally, bro. შეიძლება ამ მატარებლის ფერმი გავხსენებავ. ეხა გადის და ჩვენ ეხა მოვიდეთ. ზუსტად 3 საათი დაგჭირდა. ეხა ის გადავჩენია გამოვიძინოთ და ხვალ წავედით მაჩუ-პიქჩუზე. იმ ღამეს აგუასკალიენტეში დავრჩით. დავიძინეთ და მეორე დღეს უკვე ბაბისთან ერთად მზად ვიყავით მაჩუ-პიქჩუზე ასასვლელად, რომლისკენაც გზა მხოლოდ ავტობუსით მიდის. ეს არის ჩვენი ძვირფასი მაჩუ-პიქჩუ. ღირდა კი ამ ყველას რა. აი ხავე ნახოთ. მაჩუ-პიქჩუ ნამდვილად ჩთამბეჭდავია. უძველესი ინკების იმპერიის ერთადერთი შემორჩენილი ქალაქი, რომელიც გახსენებს, რომ უკვდავი არაფერია. 100,000-ობით კაცი 500 კაცმა გაასვარა მიწასთან. რაც გვასწავლის იმას, რომ რაც არ უნდა კუნთები დაიყენო, ვიღაცა მოვა და იარაღით ტყუეს ჩუბში დაგეჭედებს. ამიტომ მოეშვიდე მიენდე ცხოვრებას რა. თუმცა ჩემი ეს ვიდეო მაჩუ-პიქჩუზე არაა. მის შესახებ ინფორმაცია ვიკიპედიაში შეგიძლიათ ნახოთ. მე კი აქაც სამაიმუნოდ ვარ მოსული. ყველაზე მაგარი კადრი, რაც კი მინახავს დედამიწის სულზე. მარცხნივ და მარჯვნივ ეს კადრებიც ვიყავთ გიო. აქ შემთხვევით არ ჩამის არ მომკრა ახლა. აქ ამ თებზე ისევ იგივე ვიგრძენი. რაც ყოველთვის მემართება, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი მიზანიც ჩვეულებრივი ხდება, როცა მას მიაღწევ. კიდე ერთხელ იაზრებ, რომ უფრო მნიშვნელოვანი გზაა, რომელსაც გადიხარ. მიზანი ყოველთვის მეორე ხარისხოვანია. ის უბრალოდ გეხმარება, რომ გზაში ფოკუსში დარჩე. ჩემთვისაც ეგრეა. თავარი თავგადასავლებია მაიმუნთან გასწრების გზაზე. ის ვიდეოები, ის მომენტები, ის გზა, სადაც ყველაზე ცოცხლად გზნობ თავს. თუმცა, გზა რომ დანიშნულების წერტილზე უფრო მნიშვნელოვანია, ეს დასაწყისშიც ვიცოდით. It's not about destination. It's about experience, yeah. No, it's about the journey, bro. It's experience, man. No, it's the journey. What's your nickname? მაგრამ ამ ისტორიიდან რამდენიმე თვის მერე კიდე ერთ რაღაცას მივხვდი, რომ არც მიზანია მთავარი და არც გზა. და თუ ვინმე მკითხავს, აბა რაღა არის მთავარი, მაშინ ვიტყვი, რომ მთავარი ისაა, ვისთან ერთად გადიხარ ამ გზას. ვიტყვი იმიტომ, რომ მახსოვს ერთი ბიჭი, რომელზეც თავიდან ფიქრობდი, რომ უბრალოდ შეშინებული მგზავრი იყო. თუმცა თავგადასავლის ბოლოს აღმოაჩინე, რომ მეგობრის დაკარგული ქურთუკის პოვნა უფრო ადარდებდა, ვიდრე საკუთარი უსაფრთხოება.